ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. როგორც იქნა დადგა დრო და მომენტი, ამოვედით ტრეკზე, დავიწყეთ ტრეკზე ვარჯიში და აგერ ნათლია ჩემი ტრეკის, ვინც მომნათლავს. წყალი ხო არა გაქვთ ისე აქ ბარემ, ჰა? არა გაქვთ წყალი მომეც. ვნახოთ რა იქნება, მე ჯიჯის იმედი მაქვს. ვნახოთ როგორ ამიხსნით. ჩემი იმედი მამაჩემს არა აქვს. შემიძლია გითხრათ Facebook დაუკავშირდით და გიგასტურებ. ჩვენ რო გქონდეს ცოტეთი? ხო და. რავი, მე ჯერა ამ ადამიანის გამოცდილებს და ვენდობი რა და რავი ნახოთ რა იქნება რა. მე ყოველ შემთხვევაში დადებითად ვარ განწყობილი და ძალიან მოტივირებული ვარ რა. ძალიან კარგი. თან მიხარია რომ რაღაც ბავშვობის ოცნებას რო იხდენ და იმ დროს ვფიქრობდი რომ აი საიდან რო ვერ ვიფიქრებდი. ეხლა ტრეკზე მოდი ვიღაც შენთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ეს არის აი ძალიან მე არ მქონდა ბავშვობა და მე არ მოცი. არა, ანუ ეხლა ხო რაღაცნაირად ისე რა ტრეკზე ამოდიხარ რომ ბავშვობაში რაზეც მიოცნებია ყველაფერი ავისრულე. ხო და აი ეგ მინდა მეც რა და ეს ნაბიჯიც რო გადმოვდგი რაღაც ემოციურად ვარ რა. არა, ხო, მართლა მაგარი, აი მართლა ბავშვობის ოცნება მქონდა. ძალიან მიყვარდა მეტოვე პატარაობიდან, ქუჩაში რო ხედავდი ხოლმე, თან რას ხედავდი? შეგან გასხოვით, მე ცოტა ბანძ მოტოვებს ხედავდი, მაშინ სხვა დრო იყო. უჭირდა ძმაო ყავ. ხო, მესმის კი. ბენზინი ერთგან გადმომფონდა მე კონტრაბანდული და იმას ვყიდდი და მე მართლა 90-იანი ვარ. ხო, არა, მე როგორც ვიცი, შენ 60-აცლებული არ ახარ. არც არაფერი მიკლია. ბალია. შევიდეთ, ვნახოთ, როგორ ვივილი და მე შენ მითხარი ვაფშე ღირს თუ გავიხადო ესენი დავტოვო და ვაფშე აღარ ამოვიდე რა. რაღაც ჩათლახობა პასუხს ამზადებს ჩუმად არის. არა, მაგას არავის არ ვეუბნები. პირიქით. ტრეკი ხო იცი რა არის? სადარბაზოებრივი იყო ხო იცი ადრე? ძალით რო შეყავდათ, მე წამალ ძალით რო უკეთებდნენ და მე რვა ნარკომანებდნენ. აი ეგ ვარ მე. ეგ შემყავს ხალხი და გაგეწება ყოველ დღე პაგრიშკაზე ვიყრი და ეგ დაიწყო უკვე ასე რომ თუ ვინმეს გაქვთ საბურავები შეგვეხმიანეთ და საბურავზე დავაკრავთ თქვენ ლოგოს არ დაგავიწყდეთ როგორც ისიც ჯიჯიმაც დაიწყო YouTube-ზე რაღაც ვიდეოების გადაღება და ჯიგარი ხა. არ დაგავწყდეთ. სანამ ნელად ადის თუ ამის საბურავი იაფია, სანამ იაფია. როზე მოვასწარი, თორე მე გაძვირდება. არ დაგავწყდეთ, გამოიწეროთ ჯიჯის არხით, მეც უყურებ და რავი, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ ჯიჯის არხზე, ასე რომ კი შენ ძმობას ფიცავარ ბრატ. დაჟე წყლის სკუტერები არ მევასება და მაგასაც უყურე. ბიჭო, წყლის კაი, მაგრამ მევასება წყლის სკუტერები ბრატ. დაკოსთან და კაი, შევიდეთ ეხლა და შიგინიდან უკვე მე კადრებს ტრეკზე განახებთ რა.
მოკლედ ვიარე რამდენიმე წრე მე თვითონ კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ ეხა პირველი გასვლა იყო და ას თუ ისე ფრთხილად და ნელა დავდიოდი რა თქმა უნდა მაგრამ აი საერთოდ სხვა ემოციები მოაქვს რა საერთოდ სხვა ემოცია აქვს საერთოდ სხვა გამოცდილება არის აი რო გგონია რომ ქალაქში მაგრად დადიხარ და მაგარი ბიჭი ხარ და მაგარი ბაიკერი ხარ აქ რო მოდიხარ მე საერთოდ ყველაფერი იცვლება რა და იმედი მაქვს რომ აი მოსახოვზე რომ ესე გადამისწრო და ჩაიარა და ვეღარაზოს რო ვეღარ დავეწიე აი მაგამდეც მივალ რა ესე ვარჯიშით და რავი დრო ალბათ მე თავისას იზავს თუ რა თქმა უნდა არ დაუნებდები არ გავჩერდები და ვარჯიშს გავაგრძელებ ამოდით ბიჭო ტრეკზე აგერ ამოდით იარეთ ხალხია რა ვიცი ურთიერთობა ადამიანებთან და რავი მაგრად ასწორებს რა სახში ჯდომას ერთ მილიარდჯერ ჯობია ასე რომ ამოდით და რავი გნახავთ აქ იმედია თქვენ რა თქვით ბატონო ჯიჯი ქალაქში შეიძლება მაგარი ტიპი იყო ისეთ რა ვიცი ჩემი აზრით ანუ ხო არა შეიძლება იყო მე რას ვძახი იცი რომ იქ რო გონია რომ მაგარი ტიპი ხარ და აქ რო ამოდიხარ შეიძლება ესე ამოგიტრიალდეს ყველაფერი რა ნახე ისევ მაგარი ტიპი იქნები იყო ტრეკზე სიარული არ გეცოდინება ხო ტრეკზე სიარული ისწავლოთ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კარგი იქნება რომ ხშირად იარო ტრეკზე მოგეწონა ძალიან მომეწონა ბევრთვის უინტერესოა იმიტომ რომ შედიხარ დადიხარ ისევ აქ მოხვალ მე წახვალ ლივლი ისევ აქ მოხვალ არა აი ვერანაირად რა ეგ ალბათ აი როგორი ხალხის კატეგორია მგონი აი ფეხბურთზე რო იძახენ ხო იცი 22 კაცი ბურთს დასდევს რა გაყურებინებს მაგას მე გეტყვი როგორი ხალხის კატეგორია არ დადის ტრეკზე აი ვინც ბლატაობს წინასწარ ისინი მე ტრეკზე არ მოდიან აი ბევრია რომ აი ეს იცის მაგრამ მე ტრეკზე არ მოდიან ხოლმე და ტრეკზე კარგად ჩანს ადამიანს რა შეუძლია ის რო ქალაქში ვიღაცა ცალთვალზე დადის თავისთავად ძალიან მაგარ ცოდნას ნიშნავს მაგრამ ანუ ტრეკის გამოცდილება უფრო მაინც სხვა ტრეკზე უფრო მეტი უსაფრთხოებაა გზას არავინ არ ჩაგიჭრის არავინ არ გაივლის წითელზე და მსგავსი რაღაც აქ უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებთ უსაფრთხოდ ძალიან კარგია თუ შეჯიბრებში მიიღებთ მონაწილეობას მაგაზე კარგი ხო მეორე არ არსებობს არაფერი უკეთესი ალბათ შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვროს მთელი ცხოვრება უკეთესი ვერაფერი გააკეთოს ქართული მოტოსპორტს განვითარება მაგას ვემსახურებით მე ჩვენც ვცდილობთ 5 ივლისს არის პირველი ეტაპი 5 ივლისს არის ორი კატეგორია არის სამოყვარულო ჯგუფი რომლებიც ცივლიან თაიმატაკს თაიმატაკი არის ანუ სათითაოდ გავლენ და საუკეთესო დროის მქონე ადამიანი იქნება გამარჯვებული და არის მანდაც კატეგორიები იქნება გაყოფილი ორად იქნება 600 კუბი ცალკე 600 კუბამდე ნებისმიერი მოტოციკლი და 600 კუბის ზემოთ ნებისმიერი მოტოციკლი ეგ ყველაფერი იქნება 5 ივლისს და ასევე იქნება პროკლასი. პროკლასი უბრალოდ არის კატეგორია მოტოების, რომელიც მოტოების და მათი პატრონების, რომელიც წუთი და 55-ზე ნაკლებ დროში შეუძლიათ იარონ ერთი სრული წრე. ეგ ყველაფერი მანამდე გაქვთ დრო, შეგიძლიათ იმეც ადინოთ. მაგარი ცუდი რაღაც მოხდა, ეს წესები შეიცვალა, მოყვარულები და პროები რო ესე პროსტა ესე ხურში ხდება თორე პრო ჩვენთვის არა პრო არავინ არ არის. უბრალოდ შედარებით უკეთესი დროა. ნახე ვისაც როდესმე ულია პრო კლასში, ანუ ვინც შეჯიბზე გამოსულა, ოღონ არასამოყვარულოში. ვინც გამოსულა და დღეს ხო შეიძლება დიდი ხანი ტრეკზე არ ულია. დღეს რო წუთი და 55-ში ვერ იაროს, ვერც იქანა მიიღებენ და ვერც აქანა იქნება, ანუ ვერც სამოყვარულოში გამოვა და ვერც პროფესიონალურში. ასე რომ ვისაც სული გაქვთ, შეგიძლიათ რომ ივარჯიშოთ. საბურავები ყველა წინასწარ რაც შეუკეთეთ, ჩამოსულია, უნდა გითხრათ, რომ იცოდეთ მაინც თუ იმენახავთ ამ ვიდეოს, საბურავები რაც შეკვეთილი მქონდა წინასწარ პისტოპში, ჩამოსულია, ხვალიდან უკვე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და დრო გვაქვს რა ვარჯიშისთვის რა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, ორგანიზატორები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. უსაფრთხოების წესები, რეგლამენტი ყველაფერი გამზადებულია. ტექნიკური შემოწმება იქნება დილით მოტოციკლეტების, ყველა აბსოლუტურად ყველა მონაწილის, ასევე სამედიცინო შემოწმებას გადის ყველა მონაწილე. აი მან რა მოწმდება ტექნიკურად რა? რო ვიცოდე აი ეს თვალზე რა უნდა მქონდეს? მარტივია. საბურავის მდგომარეობა, ანუ ძალიან გაცვლილებელ საბურავად არ უნდა იყოს. საბურავის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. ეს რეგლამენტში წერია, შეგიძლიათ წაიკითხო. მაგის გარდა ჯაჭვის მდგომარეობა, კბილანების მდგომარეობა, სამუხრუჭე ხუნდების მდგომარეობა და რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, არც ერთი
წერტილი არ უნდა ქონდეს მოტოციკლს, საიდანაც ჟონავს ან ზეთი, ან ბენზინი, ან ანტიფრიზი, ან ამ მსგავს. ანუ ყველგან უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება. ასევე უნდა იყოს ჩაცმულობას შეგიმოწმებენ ჩემო ძმაო, შენ კი გაწვია ძალიან კარგი ხარისხი და ძალიან კარგი ბრენდი, მაგრამ ყველას ფეხსაცმელი, სამუხლე, დამცავები, ზურგის დამცავი, ეგ ყველაფერი შემოწმება თავის თავად ნახე ჩაფხოზე რა ფსაღალო. ეგ ყველაფერი შემოწმებული იქნება. მოკლედ ჩვენ გავვლით ძალიან ბევრ შემოწმება სანამ ტრეკზე გავვალთ. ესე მარტო რო დადიხარ კი კარგია, მაგრამ უკვე როცა შენი სიარულით უკვე სხვასაც შეიძლება რომ რამე ავნო, ყველაფერი მოწმდება აბსოლუტურად. ასევე კიდე ეს დავამატებ, რომ შემდეგი ეტაპი, წელს გვაქვს 3 ეტაპი. 3 ეტაპიდან პირველი ეტაპი გვაქვს 5 ივლისს, შემდეგი გვაქვს 29 ივლისს და ერთი კარგი ის გვაქვს, რომ 29 ივლისს დაემატება სპრინტი, ანუ შაბათს იქნება სპრინტი, კვირას იქნება ხო. სპრინტი არის კი, GP-ში როგორც არის, რაღაცა იგი. როგორც არის. აი, ჩვენთან როგორ იქნება? ბოლის 50%, ანუ ბოლაზე თუ გვაქვს 8 წრე, სპრინტზე იქნება 4 წრე. ხო. შესაბამისად, კარგი იქნება, ქულებს დავაგროვებთ, ბევრ ქულებს. ასევე ქულა იწერება პოული, ანუ კვალიფიკაციის შედეგი, წრის რეკორდი და მსგავს რაღაცების გამო ცოტა ქულები ყველგან ემატება და საერთო ჯამში წლის ბოლოს გამოლინდება ჩემპიონი. უფრო საინტერესო ხდება რა. ხო. და კაია, ეგ რო ეთყობა, კი. ყველაფერი დაიხვეწოს და ცივილიზაციისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ მახსოვს ჯერ იყო ნუ ეს ბოლა ჩატარა და მე შარშან მოყვარულები დაემატა, წელს კიდე რაღაც სიახლე ემატება და ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ ვითარდება, მუშაობენ და რავი, ჩვენ კი გვინდა ხოლმე უცბად რაღაცა ეგრევე, მაგრამ ნუ ყველაფერს ჭირდება დრო, რა თქმა უნდა. ეხლა ახედანაც რუსთავიდან წავალთ, უნდა წავიდე ეს ფედერაციაში, რაღაც ტექნიკური საკითხები გასავლელი, რაღაც ნახავთ რა შეიძლება რომ დაიხვეწოს და საერთო ჯამში რაც თავარია შეჯიბრი ყოველთვის უნდა იყოს უსაფრთხო. ორი ეტაპი ჩვენ რომელიც გვექნება პირველი არა და შემდგომი ორი, იქნება მანქანებთან ერთად. ანუ მაგ დღეს იქნება მანქანების წრიული რბოლა. ანუ ხალხი იქნება? ხალხი იქნება დიდი ალბათობით, ტრიბუნაზე ადგილი არ იქნება, ასე რომ შეიძლება წინასწარ დაიწყოთ ბილეთების შეძენა პლანეტა ფორტეს ჯიხურებში და ცირკის სალაროებში. ეგ ბილეთები სად იქნება მართლა არის, ანუ ეგ უხუმრება. ისე გონით თიკეჯიზე იქნება ბილეთები. კი, თიკეჯიზე იქნება ბილეთები. ესე ვფიქრობ, არა. კი, არა, თიკეჯზეა. ყველაფერს მე როგორც ვეძნება, მაგასაც გეტყვით. ეხლა მე დაგემშვიდობებით და შეგხვდა მე საინტერესო გახსნა. მე რა უნდა ვთქვა, რავი, ეს იყო ჩემი პირველი დღე. და რავი, შევხედოთ რა, ეხლა 5 ივლისამდე კიდე 2 ვარჯიში გვიწევს. და ნახავ რა, თუ რაღაცა შევატყე ჩემ თავს რაღაცა წინსვლა არის. მეც შემოვარდები მოყვარულებს შეეგრევე რა. მაშინ ჩემი აზრით უნდა გამოხდე. სამოყვარულო კლასში გამოსვლა, შეჯიბრზე გამოსვლა გეხმარება იმაში, რომ შეჯიბრზე მაინც ფსიქოლოგია სხვანაირად მუშაობს. უკეთესი დრო გექნება, უფრო სხვანაირად მოემზადები, უფრო მოტივირებული იქნები, ანუ ბევრ რაღაცის უკეთესია რომ შეჯიბრზე გამოხდე. ეს არის ჩემი აზრი. ანუ როდის ღა უნდა გამოხდე შეჯიბრზე? ხო. ხო, მართლა. შემდეგ შეჯიბრდა ელოდო? იმის შემდეგ შეჯიბრდა ელოდო? რა აზრი აქვს? თუ მაინც იცი რომ უნდა გამოხდე თან ჩვენთან ნახე ქულათა სისტემა ხო არის? 3 ეტაპიდან დამატებით პლუს 2 სპრინტიდან ქულები ხო იკრიბება. ანუ შენ რო ერთი ეტაპი გამოტოვო, საერთო ჯამში დიდი რაოდენობის ქულებს აგებ. კარგი, ხო. რატომ უნდა გამოტოვო? იარე, თან მარტოიული რაღაც ინტერვალით ხდება გაშვება, ანუ გზაზე არ შეხვდება, შენ თუ იმდენს ზარო წინ 10 წამით წასულ იმას დაეწევი, შენთვის უკეთესი. თავარი უკიდან არავინ დაგეციოს. მართალია. იული შენთვის წყნარად ქულებს დააგროვებ და მე საერთო ჯამში წლიურ ჩათვლაში შეიძლება რაღაც შედეგი გქონდეს. ძალიან კარგი იქნება. პირველი წლისთვის და პირველი იმისთვის წლის ბოლოს სამეულში მოხვდებით, დამიჯერეთ ძალიან მაგარი იქნება. მოუხდებით, ვიზალ. დედასუტირებ. მოუხდები. ეს ჩაიწერე? მოუხდებ, გეუნები მოუხდები ძმაო. აქ აუგდივარ ყოველ ხუთშაბათს, всё, მორჩა. აქ შენ რაღაც ხავასაკზე დაიგდი ამას თავი დაანებე და კინო ხუთშაბათს დაიგდი, კინო პარასკევს. დანარჩენი უკვე მაშინ იქ დავეგდები ყოველ ხუთშაბათს, ძმაო. So, სიტყვა ნათქვამია, უკან ვეღარ დავიხევ, ასე რომ სამეულში მოუხდები წლის ბოლოს ვიქნები სამეულში. დაიმახსოვრეთ სიტყვა. პირველ სამეულში თუ ბოლოდან? პირველ. დაიმახსოვრეთ. დაგიბრუნებით შემდეგი ვარჯიშიდან.